პარიზიდან გაკეთებული განცხადებების გამოხმაურება თბილისში. ირაკლი ოქრუაშვილი ჩართვას მაესტროზე დღეს ქრისტიან-დემოკრატების რეაქცია მოყვა. ყოფილი თავდაცვის მინისტრის სხვა განცხადებებზე კი ოპოზიციურ სპექტრში პასუხობენ, რომ მხოლოდ არჩევნების შემდეგ იფიქრებენ შეიძლება თუ არა კიდევ საუბარი ოპოზიციური კოალიციის შექმნაზე. ჩემი საქართველოში დაბრუნება დაკავშირებულია პარტნიორების არსებობასთან. თავდაცვის ყოფილი მინისტრი დუმილს არღვევს და ტელეკომპანია მაესტროს ეთერში კომენტარს აკეთებს. ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოში მიმდინარე მოვლენებსა და მოახლოებულ არჩევნებზე საუბრობს. კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ მიზანი გვაქვს მათთან ბრძოლა და მათი მოშორება და უნდა შედგეს გარკვეული სახის ლიმიტირებული შემადგენლობით კოალიცია, რომელიც შეძლებს აი ამ მიზნის და აი ამ სტრატეგიის ირგვლივ გაერთიანებას. იმ ოპოზიციურ პარტიებს კი, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობენ, ირაკლი ოქრუაშვილის შეთავაზებაზე კომენტარის გაკეთება უჭირთ. ამბობენ, რომ კონკრეტულ გადაწყვეტილებას არჩევნების დასრულებისას და დეტალებში გარკვევის შემდეგ მიიღებენ. ირაკლი ოქრუაშვილი თვითონ თავის სტრატეგიას ალბათ შეთავაზებს, ოდესმე ოპოზიციას და მერე ვილაპარაკოთ მის სტრატეგიაზე. აგის დრო ეხლა არ არის. ოპოზიცია არის იმდენად ჭრელი და იმდენად სეგმენტირებული, რომ ეს არის აბსურდი. ერთობა შედგა იმ პოლიტიკურ ძალებს შორის, ვისაც აქვს საერთო ხედვა მომავლის. და ეს ერთობა ამ ერთობას ქვია ალიანსი საქართველოსთვის. მიზნის არარსებობა, მეორე ეს არის სტრატეგიის არარსებობა და მესამე ეს არის პირადი ამბიციები. ეს არის ის სამი მიზეზი, რითიც ირაკლი ოქრუაშვილი ბოლო წლების განმავლობაში ოპოზიციის წარუმატებლობას ხსნის. ამბობს, რომ გამარჯვებისთვის მთავარია ერთობა და ამ მიზეზით რამდენიმე პოლიტიკურ ძალასთან მას კონსულტაციები უკვე ჰქონდა, თუმცა ოქრუაშვილის თქმით მათ ამბიციებს ვერ გადააბიჯეს. ყოფილი თავდაცვის მინისტრი მზადაა კოალიციის შესაქმნელად კონსულტაციები ოპოზიციის წარმომადგენლებთან ახლაც აწარმოოს, თუმცა არა ყველასთან. ხელისუფლების მთავარი კოსმეტოლოგი პარტია ეს არის ქრისტიან-დემოკრატები და შემდეგ მოდიან ნებისმიერი სხვა რომლის სახელებიც კი ხანდახან აღარ მახსოვს. ოქრუაშვილის გენპროკურორობაც კარგად მახსოვს და შინაგან საქმეთა მინისტრობას ხალხს ტრუსიკებით არ ბეინებდა ქუჩაში. ამიტომ ეს ადამიანი დღეს მე ნოტაციებს არ უნდა მიკითხავდეს. ყველას გაეცემა საკადრისი პასუხი თავარია ჯერ 30 მაისი არჩევნები უნდა მოვიგოდა. ხალხის მხარდაჭერა იქნება ყველაზე დიდი პასუხი ჩვენი კრიტიკოსებისთვის. თუ ახლანდელ ოპოზიციაში არ მოხდა გადაჯგუფება და თავდადება მიზნის მისაღწევად, საზოგადოებას ახალი ლიდერის მოძებნა მოუწევს. ამბობს, რომ თვითონ არც არჩევნებში გამარჯვების და არც ხელისუფლებაში მოსვლის ამბიცია არ აქვს. და ჩემი ამბიცია თუ ამას სიტყვა ამბიციას ვიხმართ ამისთვის არის დღეს ორი. ერთი ეს არის, რომ ქვეყანაში დაბრუნდეთ და მეორე არის ის, რომ საერთოდ ეგ რეჟიმი დამთავრდეს და მოვაშოროთ ქვეყანა. კიდევ ერთი გზავნილი პარიზიდან ასეთია. მიხეილ სააკაშვილი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ ხელისუფლებაში პრემიერად მოსვლას გეგმავს. ამის საფუძველს კი მას ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები მისცემს. დემეტრაშვილის შარმანაშვილის პროექტი, რაზეც ირაკლი ოქრუაშვილი საუბრობდა, დღეს არასამთავრობოების მსჯელობის საგანი იყო. შორენა ხვიჩი არკვევდა, რისთვის აკრიტიკებენ საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარეს. ვიდრე საკონსტიტუციო კომისიის საბაზისო პროექტს ვენეციის კომისია განიხილავს, მას უკვე თბილისში აკრიტიკებენ. დემეტრაშვილის ოპონენტები მოსალოდნელ საკონსტიტუციო ცვლილებებში ერთ საფრთხეს ხედავენ. პროექტის შესაძლებლობას აძლევს მიხეილ სააკაშვილს ხელისუფლებაში უკვე პრემიერად მოვიდეს. რა შეიძლება იმით თუ დაუშვათ პრეზიდენტს ჩამოვართმევთ რაღაც უფლებამოსილებას და მას გადავცემთ პრემიერს და თუ ამ პრემიერს ეყოლება უმრავლესობა და მყარი, მაშინ თვისობრივად ხელისუფლება არ შეიცვლება. საზოგადოება, რომლებიც ასეთ რამეს, ასე ვთქვათ, შეურიგდებიან და შეეგუებიან, რომ მთელი ხელისუფლება წამოვიდეს და ერთი კაცის ხელში მოიყაროს თავი, იმის დასვლად რომ განაწილებული იყოს სამ განშტოებას შორის, ის საზოგადოება ძალიან ძნელად შეიძლება საზოგადოებად იწოდებოდეს. დემეტრაშვილის შარმანაშვილის პროექტის საკონსტიტუციო კომისიამ რამდენიმე კვირის წინ ხმათა უმრავლესობით აირჩია. პროექტი ქვეყნის შერეულ მოწყობას, უფლებებს შეზღუდულ პრეზიდენტს და ძლიერ პრემიერს გულისხმობს. პროექტის არჩევიდან ცოტა ხანში დაიწყო საუბარი მის რუსულ მოდელთან მსგავსებაზე. თავად სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე და შერეული მმართველობის პროექტის ავტორი ავთანდილ დემეტრაშვილი კრიტიკოსებს არ ეთანხმება. ამბობს, რომ მისი პროექტი ხელისუფლების შტოებს შორის ძალაუფლებას სამართლიანად ანაწილებს და ის პიროვნებებზე მორგებული არ არის. ვის აირჩევს უმრავლესობით ხალხი? თუ აირჩევს ნაციონალურ მოძრაობას, უმრავლესობით ნაციონალურ მოძრაობას ექნება უფლება დაასახელოს ნებისმიერი პირი პრემიერ-მინისტრად, მაგრამ ერთი დათქმა გავაკეთოთ. ჩვენი პროექტის მიხედვით წინა პლანზე არის წამოწეული არა პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა, ფიგურა, პერსონა, არამედ მთელი მთავრობის შემადგენლობა. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ მიღებული საბაზისო პროექტი ვენეციის კომისიას მაინც გაეგზავნება.
კომისიის მიერ რეკომენდებული ცვლილებების გათვალისწინების შემდეგ პროექტს უკვე პარლამენტში შეიტანენ. რა თანხა იხარჯება სახელმწიფო ბიუჯეტიდან არჩევნებისთვის ოფიციალური მონაცემები 25 მილიონი ლარია. თუმცა ოპოზიციის წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ხელისუფლებას ამომრჩევლის ხმის მოპოვება გაცილებით ძვირი უჯდება. არჩევნების ღონისძიებების დაფინანსება. ეს არის 25 მილიონი. 25 მილიონი ლარის ოფიციალური თანხა, რაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 30 მაისის თვითმმართველობის არჩევნებისთვისაა გამოყოფილი. ეს თანხები ბიულეტინების დასაბეჭდად, საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლების ხელფასების, სარეკლამო კამპანიისა და სხვა საარჩევნო პროცედურებისთვის იხარჯება. არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში ამბობენ, რომ სახელმწიფოს არჩევნები 25 მილიონზე ბევრად მეტი უჯდება. ავარიული შენობა-ნაგებობების შეკეთება შარშან გამოყოფილიყო ამისთვის 38 მილიონზე ცოტა მეტი. წელს გამოყოფილია 78 მილიონამდე, ანუ ზუსტად 100%-ით არის ზრდა. იგივე არის თქვა ბინათ მესაკუთრეთა და ამხანაგობების თანხები არის ორმაგი გაზრდილი. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ხელისუფლების მიერ მუნიციპალური პროექტების განხორციელება და ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტის გაზრდა უმეტესად საარჩევნო პერიოდს ემთხვევა. 2009 წელს არის ვარდნა და 2010-ში არის მატება. ნინო ხატისკაცი ამბობს, რომ ორგანიზაციამ დედაქალაქისა და რეგიონების 44 მუნიციპალური ბიუჯეტი შეისწავლა. შესწავლის პროცესში წინა საარჩევნო პერიოდებისთვის დამახასიათებელი რამდენიმე ტენდენცია გამოიკვეთა. სახელმწიფო ბიუჯეტი არ გაზრდილა, თუმცა თბილისის დაფინანსება 2010 წელს 23 მილიონით გაიზარდა, შაშან ის 10 მილიონი იყო. სოციალური პროგრამების 60-80% რეგიონში ხორციელდება მარტი-აპრილის თვეში, თუმცა უმეტესობა არ განეკუთვნება სეზონურ სამუშაოებს. თელავში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა 1 მარტიდან უფასო გახდა, ამისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 50.000 ლარი გამოიყო. პროექტების დაფინანსება გაიზარდა დედაქალაქშიც. სოციალური პროგრამებისთვის მუნიციპალიტეტმა წელს 78 მილიონი გამოყო, გასულ წელს კი მხოლოდ 27 მილიონი. თბილისის მერიას სამოსოცი თანამშრომელი დაემატა. შეხვედრიდან შეხვედრაზე პენსიონერები გვეუბნებოდნენ, რომ მივდიოდით სოციალური დახმარების სააგენტოში და იქ გვეუბნებოდნენ, რომ ნაცმოძრაობის შტაბში არის ეს ვაუჩერები, მივძანდით და იქიდან წაიღებთ. მე ვიცი, რომ წინა არჩევნებზე ეს 200 მილიონი იყო. მე ვარაუდობ, რომ ეხლა გაცილებით მეტი იქნება. საარჩევნოდ ბიუჯეტიდან თანხების არამიზნობრივად ხარჯვაზე საუბრობს ოპოზიციაც. ხიდაშელის თქმით, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით ხელისუფლება ამომრჩეველთა ხმებს ყიდულობს. ბრალდებებზე მართულ გუნდში პასუხობენ, რომ ნაციონალური მოძრაობა საარჩევნო კამპანიას კანონის ფარგლებში აწარმოებს. რაც არის გამოყოფილი თანხები და პოლიტიკური პარტიებისათვის, პოლიტიკურ პარტიებსაც ვალდებულება შემდეგ, რომ აი ეს ამ ხარჯების შესახებ ჩააბარონ ანგარიში ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, შესაბამისად ყოველ ჩვენგანს ნებისმიერ ამომრჩეველს. ოფიციალურად რა თანხა დაიხარჯა 30 მაისის თვითმმართველობის არჩევნებისთვის 2010 წლის ბოლოს საარჩევნო ხარჯთაღრიცხვის გამოქვეყნებისას გახდება ცნობილი. 2007-2008 წლის საარჩევნო პერიოდი ქვეყანას ოფიციალურად 52 მილიონი ლარი დაუჯდა, თუმცა არასამთავრობო სექტორსა და ოპოზიციას დასახელებული ციფრების ჭეშმარიტებაში ეჭვი ეპარება.